იმიტომ რომ თან ქარი არის და თან კიდე დიდი ხანია თბები არ დამსწორებია და რაღაცნაირად მომერატყებს და სწორებ ამიტომ მაინც დავისწორე მიუხედავად იმისა ვიცი რომ ამეჩეჩება ქარი რო არის ხომ ყოველთვის მასე ხდება მაგრამ it's okay ესე გამოვყურებდი შუა ჩავიცვი მაისური და ადვილად სასიარულოს და ნახოთ დღეს როგორი დასვენება იქნება. ახლა განახებთ ვინაიდან
ეს საჭირო არის. შემდეგ ვიყიდე Essence-ის პუდრი, Fixing Compact Powder, რომელიც აღარ მქონდა, მიქსის მქონდა და იმ დღეს გამიტყდა და საერთოდ დაიშალა. ამიტომ ძალიან მჭირდებოდა და კიდევ ეს Anti-Redness-ის Correct Concealer არის. და ეს იმიტომ ვიყიდე, რომ მაკიაჟის დროს ზის ლაქები ან სიზეთლეები რომ აქვს, ისინი დავიფარო ხოლმე რა, ანუ ჯერ ამას წავისმევ და მე მეიკაპს გადავისმევ. და სხვათა შორის ამას პირველად ყიდულობ და არ ვიცი როგორი შედეგი ექნება. ამიტომ Essence-ის ავიღე რა ჯერჯერობით. ზუსტად არ მახსოვს ფასები. ეს გადაუხსნე евро და ეს ღირდა 360. თან პუდრი ძალიან მჭირდებოდა, იმიტომ რომ ძალიან ცხიმიანი კანი მაქვს და ზოგადად ყოველდღიურად ხმარობ რა ბიბიკებს ხმარობ ხოლმე სამსახურში და ნაკლებად დაფარო აქვს, მაგრამ ძალიან ცხიმიანი კანი რომ აქვს პუდრის გარეშე ზაფხულში უმეტეს საერთოდ შემიძლია, ამიტომ უნდა მეყიდა. შემდეგ შევიძინე ეს body scrub-ი, რომელიც არის Organic Shop Honda-ში ესეც და აქვს Tropical Mix-ის სურნელი. გემრიელი სუნი აქვს. ამას დღეს ვიდავტესტა. და ამაში გადავიხადე 13 евро. და ეს არის რამდენი გრამიანი? ზუსტად რომ 450 გრამიანი არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი ხანი მეყოფა, სავარაუდოდ ერთი თვე მაინც მეყოფა ეს. შემდეგი გვაქვს ეს ორი შამპონი და კონდიციონერი, რომელიც არის სულფატის გარეშე და არის aloe veras ექსტრაქტით, რომელიც ძალიან რაღაც სესუფთავის მასტოვებს რა. კონდიციონერიც აღარ მქონდა, მელეოდა პანტენის მაქვს და პანტენისას ხმარობ ხოლმე ისე ზოგადად რა. და მელეოდა, ამიტომ უნდა მეყიდა რამე და ავირჩი ამის ერთი და იგივე მარკის შამპონი და კონდიციონერი. ესეც ესა. ეს არის ძალიან კაი სუნი უდის. სხვათა შორის ეს არის მამაკაცების, მაგრამ რა ვიცი, მე მომწონს. ამიტომ ვიდეო ხოლმე.
არის ეს მარველის კბილის პასტა, რომელიც ათეთრებს კბილებს აღარ მართლა. ადრე travel size ვიყიდე და ძალიან მომეწონა. ამიტომ ეხლა ნახე და წამოვიდე. ასე. შემდეგ ვიყიდე ეს ორი თმის სიოსის ერთი არის Max Hold hair spray და მეორე არის Volume. ანუ Volume რა თმინდა დაღმართშავა. ჩემს მას კიდე მოცულობა უნდა ნახეთ როგორია. არა უშავს ერთს ხოთაშორის ამებს პირველად ვყიდულობ და მაგით ავიღე პატარა ზომები. საიზები რა ვნახოთ როგორი საქმე. აფერი ისეთი ჩვეულებრივი. ხო ვნახოთ. ასე თითქოს ორივეს ერთნაირი სუნი აქვს. ამასაც დავტესტავ. არის შემდეგ ეს რაღაც ახალი არის მგონი. იმიტომ რომ პირველად ვნახე ვაზელინის გლუტა სერუმ ბუსტი ლოშონი. რომელიც ვიტამინი C-ით არის წარმოდგენილი, დამატენიანებელი და გვეუბნება რომ ჩვენს კანს სიმღერებას მიანიჭებს. ზოგადად ვაზელინის პროდუქტები ძალიან დამატენიანებელი არის კანისთვის და ამას აქვს აი ვარდის სუნი. ძალიან მოკლედ მომეწონა და წამოვიდა. არა და ორი დამატენიანებელი მაქვს, ჯერ არ მოვჩენილი ვარ. ვიქტორიას სეკრეტის დამატენიანებელი მაქვს ორი, რომელიც ზამთარში ვიყიდე duty free-ში და ერთს თითქმის ვრჩები, მაგრამ კიდე არის. და ერთი მაქვს სახალე. მაგრამ ესეც წამოვიდნენ ეს. შემდეგი ეს არის კოდალის დასაბანი სახის, რომელსაც ხშირად ხმარობ ხოლმე მე, მაგრამ წინაზე ვიყიდე კოდალის დასაბანი კაფი, რომელიც სადღაც სამკურაში გამითავდა, უკვე აღარ მქონდა რა. ეხლა რამოდენიმე დაბანვა და აღარ მექნება, ამიტომ შევიძინე ესეთი, ეს უფრო ეკონომიური არის და თან უფრო მეტად დიდხანს გამიძლებს. და ვნახოთ, ეს ადრეს მქონდა დატესტილი და ზოგადად ვიცი რომ კოდალს აქვს განკაი პროდუქტები რა სახის კანისთვის და გირჩევთ თქვენს მით უმეტეს ვისაც პრობლემატიური კანი აქვს, აკნისკენი მიდრეკილი, ძალიან უხდება ეგეთი ტიპის კანებს. და რაც მთავარია, არ ტესტავენ ცხოველებს, ამიტომ გირჩევთ. მოკლედ, გონი რომ ეს იყო ჩემი საუბრები. და ესენი მაჩუკეს. ეს ხათაშორის ამ მაღაზიიდან არის ხონდოს ცენტრში, რომ იდულობ ხოლმე პროდუქტებს, ყოველთვის გვიგდებენ, აყოლებენ ხოლმე სველ სალფეტკს ხელისთვის და პასტებს ხოლმე რა. მოკლედ ეს იყო ჩემი შოპინგი. დიეტანსაც მე არაფერი არ მიყიდია, იმიტომ რომ ბევრი დასმული მაქვს ამოგებული და რავი არ მჭირდება თან დიდად
და მოკლედ ესეთი იყო ალბათ დღევანდელი ვლოგი აქ დავასრულებ. მეტი არაფერი არ მაქვს საჩვენებელი. და ნახვამდის და მადლობთ რომ ვიყურებდით. კაცნით.